რაში მდგომარეობს იმ კონფლიქტის არსი, რომელზეც საუბრობდნენ ჩვენი სტუმრები და რის გამოც საპროტესტო აქციებს მართავდა შალვა აბულაძე. თქვენს წინააღმდეგ. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით ასევე და სამძიმარე გამოუცხადო გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ქართველის სიკვდილი არის ტრაგედია და ვინც არ უნდა იყოს იგი, მით უმეტეს ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს. რაც შეეხება ბრალდებებს, სიმართლე გითხრათ, მე არ უყურებდი გადაცემას, უბრალოდ მე გადმოვცემ თქვენ სურვილი ქონათ, რომ მე ჩართულიყავი. თუ რომელიმე კითხვას გამემეორებთ, მე სიამოვნებით გიპასუხებთ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩვენ TBC ბანკმა გააკეთა განცხადება. იგი არის უკვე, ესე ვთქვათ, გავრცელებული მასმედიის საშუალებით, სადაც დავგმეთ აი ეს მთელი კამპანია, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს პირადად ჩემს მიმართ და მიმდინარეობს ჩვენი კომპანიის მიმართ. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში ჩართულები არიან და ყველა, ესე ვთქვათ, რესპონდენტი, რომელიც ინტერვიუს იძლეოდა ჩემს წინააღმდეგ, ძირითადად ესენი არიან ყოფილი უშიშროების გენერლები ან ოფიცრები. ადამიანებით კრიმინალური წარსულით, ადვოკატები, რომლებიც მხილებულები იყვნენ სხვადასხვა დროს, ესე ვთქვათ, დანაშაულში. ჩვენ როგორც იცით, ამ გაზეთს ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ასავალ-დასავალზე, მოუგეთ სასამართლო ყველა იმ ბრალდების, ესე ვთქვათ, უკუგებით და გაბათილებით. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არის ადამიანი დაცული და მე ამ შემთხვევაში როცა თქვენ კითხვას, რომელიც ეკრანზეა გამოსახული, უპასუხებდი, რომ ნამდვილად ვერ გვგრძნობთ ჩვენ თავს დაცულად, არის გულისხმობა აქ ეხა უკვე კრიმინალური სიტუაცია, რომელიც უკვე წამოვიდა ქვეყანაში. პირადად თქვენს ვერ გრძნობთ თავს დაცულად. არამედ თვითონ ის ფონი, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში და თვითონ ის ბრალდებები, როცა ადამიანებს უკვე კალმითაც შეუძლიათ გაილაშქრონ და სიტყვით გაილაშქრონ და მათ პასუხი არ მოეთხოვოთ, ეს დაუცველობა, ესეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება, იმიტომ რომ ადამიანის ღირსება არის ის უპირველესი რამ, რომელიც უნდა იქნას დაცული კანონმდებლობით. დღევანდელი კანონმდებლობა სამწუხაროდ არ იცავს ადამიანს თავისი ღირსების და ცრუ ბრალდებების, ესე ვთქვათ, წინააღმდეგ. ამიტომ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მაგ დეპუტატების ხედავ თქვენ ასე ვთქვათ, სტუდიაში ოპოზიციას და პოზიციას, მე მინდა ვთხოვოთ, რომ გადახედონ კანონმდებლობას, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი წელი სასამართლოში ამტკიცო ის, რაც არ გაიკეთებია, შემდგომ მოიგო სასამართლო და ესე ვთქვათ, იმ სუბიექტმა, რომელიც ერთ წლის განმავლობაში ცილს წამებდა, რომელმაც წააგო, გააგრძელოს კვლავ, ესე ვთქვათ, აღვირახსნილი კამპანია. ეს რაც შეეხება პირველ ნაწილს. მეორე ნაწილი აქ იქნა გამოთქმული მოსაზრებები და ჩვენ ეს განცხადებაში ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ. ლაპარაკია იმაზე, რომ ექნება ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილს რაღაცა ისტორია გარშემო, თითქოს მისი კრიმინალურ სამყაროსთან და კრიმინალიზაციასთან დაბრუნება მოხდა რაღაცა ზეწოლების, ესე ვთქვათ, ხარჯზე. მე მინდა გითხრათ, რომ ბორჯომის კომპანიასთან რამოდენიმე წელი არ მაკავშირებს არც აქციონერული და არც მმართველური ფუნქცია. მე გამოვედი ამ ბიზნესთან კარგა ხანია, ამიტომ არანაირი ინტერესი პირდაპირ რო თქვათ, ესეც რო არსებობდეს, ერთი ეს მეთოდები არ არის ჩემთვის და თუ ვინც საზოგადოების პარტოწრე მე მიცნობს, ეს არ არის ჩემი მეთოდი, რომ ვიღაცას ზეწოლა მოვახდინო, ჩემი გზა არის სასამართლოს გზა და ამას მივმართეთ და ძალიან მშვიდად ერთი წლის განმავლობაში ამას ვიყენებდით, თუნდაც იგივე ასავალ-დასავალის წინააღმდეგ და მით უმეტეს არანაირი მსგავსი ქმედებები, რომ ჩვენ ვიღაცაზე ზეწოლა მოგვეხდინა და მის ბიზნესზე რაღაც ზეწოლა მოგვეხდინა, ეს არის აბსოლუტურად თიდან გამოწვეული ბრალდება, სწორედ იმის გამო, რომ შეიქმნას რაღაცა ფონი, რომ ვიღაცა აიძულა, ასე ვთქვათ, დღევანდელი ეჭვმიტანილი, რომ დადგომოდა კრიმინალურ გზას. ბატონო მამუკა, ქალბატონმა ელისო კილაძემ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდებოდა, ჩვენ განაცხადა, რომ ვიდრე შალვა აბულაძე თავისუფალია, თქვენს გემუქრებათ საფრთხე და მოსალოდნელია შესაძლოა თქვენი ლიკვიდაციაც და გირჩიათ, რომ დაცვა გააძლიეროთ. გესმით ახლა? ქალბატონმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ვიდრე შალვა აბულაძე თავისუფალია, თქვენს გემუქრებათ შესაძლოა ლიკვიდაციის საფრთხე და გირჩიათ, რომ დაცვა გააძლიეროთ. დიდი მადლობა ქალბატონ ელისო. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს მოწოდებები უკვე მიუთითებს ქვეყნის, ესე ვთქვათ,
ამ შემთხვევაში მასმედიის თუნდაც ეხა ეს ტელევიზორით რომ აფრთხილებენ რომ თავს გაუფრთხილდი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, ესე იგი საქმე თლად ვერა ვარ თლად კარგ მდგომარეობაში, თუმცა მინდა ქალბატონი ელისო დავარწმუნო რომ ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე და ესე თქვათ არანაირ დამატებით ზომების მიღებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ მაინც ეს ქვეყანა ძალიან ბევრი პრობლემის შემდგომ რომელიც გამოვიდა, ამ მდგომარეობიდანაც გამოვა და ეს პრობლემებიც გადაწყდება. აქვე მინდა გითხრათ რომ ნამდვილად არ ვისურვებ ვინმეს ესე თქვათ ლიკვიდაციას და შეუერთდები იმ ესე თქვათ განცხადებებს, მე მითხრეს ესეთი განცხადებები გაკეთდა რომ იგივე ბრალდებული დარჩეს ცოცხალი და რა თქმა უნდა მისი სიოცხლე შენარჩუნდეს და აგოს პასუხი კანონმდებლობის წინაშე. დიდი მადლობა ბატონო მამუკა და დიდი მადლობა რომ მე მინდა ერთი-ორი სიტყვით მე მინდა ორი სიტყვით მე უბრალოდ ვერ მოვისმინე როგორც გითხარით მითხრეს თემები ორი სიტყვით მინდა შევეხო ბორჯომის თემას კომპანიის თემას მის ლიცენზირებას და მის ესე თქვათ იმ მეწარმეებს რომლებიც რატომღაც ეხლა გამოჩნდნენ თავიდან მე მინდა გითხრათ რომ 1996 წელს სახელმწიფომ ჩაატარა საერთაშორისო აუქციონი სადაც ამ წყლის გამოყენების მისი ბრენდის და სამარკო ნიშნის ექსკლუზიური უფლება მიიღო იმ კომპანიამ, რომელსაც მე ვხემძღვანელობდი და შესაბამისად შეწყდა ყველა ის ფალსიფიკაცია და ეგრეთ წოდებული მცირე მეწარმეები, რომლებიც ესე თქვათ აბსოლუტურად არასანიტარულ და არაკანონიერ მდგომარეობაში აცხამდნენ ბორჯომის წყალს. მინდა გითხრათ, რომ ბორჯომა სამჯერ გაიარა ბანკროტობის პერიოდი, ეს იყო 98 წელი რუსეთის კრიზისის დროს, ეს იყო 2006 წელს ოსტა და რუსეთმა გადაკეტა რუსული ბაზარი და არ დავამთავრებ ძალიან გთხოვთ ჩვენი დრო იწურება. კი, მე მესმის და მე მინდა გითხრათ, რომ 100 მილიონობით დოლარის ინვესტიცია გაკეთდა, ბორჯომი გახდა ტრანსნაციონალური კომპანია, მიაღწია არა ჩვეულებრივ წარმატებებს, იგზავნება 40 ქვეყანაში. ბორჯომი არის ყველაზე დიდი ვალუტის შემოტანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვალუტის შემოტანი ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ბორჯომის კომპანიაში მუშაობენ აბსოლუტურად ყველაზე თანამედროვე ქარხანაში, ყველაზე კარგი პირობებით. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთად ყველას უთხრა, რა ძალიან ვამაყობ იმ წლებით, რომელიც ბორჯომში გავატარე. ზუსტად იმას გავიმეორებდი, რაც გავიმეორე, იმიტომ რომ ჩვენ ამით გადავარჩინეთ უზარმაზარი ინდუსტრია, უამრავი ოჯახი და ამ გზას გავაგრძელებთ და მინდა ყველას მოუწოდო, კიდევ ერთი, მინდა ყველას მოუწოდო ვთხოვო პოლიტიკოსებს, რომ ბიზნესებს მიეცეთ საშუალება საქართველოში საქმის კეთების. დიდი მადლობა ბატონო ეს ფონი არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ამ ფონში არ ვითარდება არათუ ბიზნესი, ყვავილიც კი დაჭკნება. დიდი მადლობა ბატონი მამუკა ხაზარაძე, TBC ბანკის დაფუძნებელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში გასცა პასუხი ბრალდებებს, რომელმაც გაიჟღერა მისი კომპანიის, მისი ბანკის წინააღმდეგ. ჩვენ გავალთ რეკლამაზე, რამდენიმე წუთით. რა თქმა უნდა, ამიტომ ახლა დავამატებ რეკლამის დროა ბატონო პალიკო და ჩვენ დავბრუნდებით უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად და არჩილ თალაკვაძესთან ერთად.